და იგივეს ვიმეორებთ, ხო? თუ დააკვირდებით გამეორება. ერთი და იგივე, რაც ჭეშმარიტია, უნდა გაიმეორო. ადამიანს კიდე იმჭდება, მოყიჭებული აქვს ერთი და იგივე და ცდილობს განაახლოს, რაღაცა შეიტანოს, რომ გაიხალიოს ცხოვრება. მაგრამ ერთი და იგივე კაბა ხალხს ნერვებს უშლის და უნდა რაღაცა შეცვალოს ერთი კაბა მეორეთი. ხედავთ იმისა, რომ კაბა ახალი არის, არ არის გაცვეთილი, მაგრამ იცი რა არის, უკვე სადაც ვერ ახალისებს მის ცხოვრებას. აუცილებლად უნდა ცვალოს გარდიორებში ეს კაბები, ფეხსაცმელი, მანქანა, სახლი, ერთი ქვეყნიდან მეორეში წანწალი. რაღაც საერთოდ თითქოს არაფერი არ ხდება მის ცხოვრებაში, ხო და უნდა შეცვალოს. რაც შეეხება ჭეშმარიტებას შემეცნებაში ცხოველთა შორის, ძალიან ბევრს მოყიჭებული აქვს ერთ და იგივე, ხო? და უნდა რაღაც ახალი თქოს. რა ვიცი რა უნდა თქვათ ახალი ადამიანი დავიბოდეთ და უნდა მოკვდეთ ხო თქვი რამდენი წინა იტრიალია ანტიდამიტაცია რა იტრიალი ჩიკორივით დავიბოდეთ მე მიდიხარ იმისგან დაშლისკენ გინდა არ გინდათ ესე შეაჩერეთ აბა ჰე მიდთაბა შეაჩერეთ აბა სივერე ერთი 20 წელი და უკან არის 20 წელი წელი კიდე 20 წელია თუ მიაღწიეთ იქამდე და ვერ აღწევს ვერ 50 წელს ვერ 60 ვერ 80 ამ ცხოვრების ასპარეზზე ძალიან ბევრი მორბენალი ვერ აღწევს ფინალამდე არავინ არ იცის ფინალი რამდენ იმით განიზომება მასშტაბით და წლებით შეიძლება 140 იყოს მაგრამ რა არაფერი ახლა 91 წელს არის შიულაშვილი რა გამოჩურჩუტებულია უკვე ასაკი ისეთი ეგ ჩურჩუტია არაფერი შეუულია უმწეუა და სხვის სათრევი ხდება სხვისი სათრევი ინტელექტუალურად უკვე გახუნებულია როდის ქონდა ჯერ ინტელექტი მეტყველებაც უკვე შენელებულია თუმცა მკვირცხლი არასოდეს არ ყოფილა და როგორც კერპი რაღაცა მოარულ კერპს დააპოწიელებს ადამიანს ეს სახე არის ყველა ადამიანის ენტროპიის გაგებით ეს ყველას ესეთი რამე ემართება ხო მარტო ამას კი არ დავაბრალოთ ეს 100-მდე 200-მდე კაცი ამიერში აღარ არის რომიდეს ზოგს მალე ეწყება 50 წლიდან 60 წლიდან. ხო და ეს ამ ცხოვრებისას გამრავალფეროვნება ადამიანის მოგონებულია, იმიტომ რომ ვერძლებთ ისე რაღაც ხონდა გავაკეთოთ, იმოძრავთ უნდა გადავიდეთ, თორე ეს თითქოს სიცოცხლე ჩერდება. და რამდენი თავ აღარ არის უკვე აქ ხო გავიდა. რამდენი ჩვენი ახლობელი იყო. ეს შეჩვეული ვიყავით მასთან. მოიხეთ და აღარ არის. მე პირადად ამ სკაიპზე ძალიან ბევრი ნაცნობი მყავდა და აღარ არის. ნუ რამოდენიმე ათეული შეიძლება არ იყოს, მაგრამ ძალიან ნაცნობები იყვნენ მუდმივად და რო გადავხედავ იცი აღარ არის. აღარ არის. ჩამოთვლა საზრე არ აქვს, ასე ჭიროა. მაგრამ მე ხომ მახსოვს. აი გავიდნენ. რიგში ჩვენ ვდგევართ. რა გონიათ არა? თუ ისინი წავიდნენ, თქვენ აქ იქნებით და იქნებით. ნუ რას უკაცრავ, წავიდა დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მისი წინაპრები, ჩვენი მეგობრები, ზოგიერთები შვილები, ქმრები, ცოლები. მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ რა ცხოვრებას რა. ძალიან ბევრს ქმარი, შვილიც, მამაც, დედაც გამოაკლა და თვითონ ეს ტრიალებს ჩიკორივით აქ. რატომღაც არ გინდა იფიქრო ამაზე. ხო, 100 წელს მერე ბერჯელი მithქვი აქ არავინ არ იქნება ეს 400 მილიონი და 8 მილიარდი ამას მიმატებული კიდე არავინ არ იქნება. ეს როგორც წარმოსადგენია რა, რომ ამდენი მოსახლეობა, აი და ახლა ამ მოცემულობაში, აი მოცემულობაში 8 მილიარდ 400 მილიონი 100 წელს მერე არავინ არ იქნება. 100 წელი რო ავთვალოთ, ახლა რო იბადება აი სამშვიდობოში ბავშვი. ხო, ახლა რო იბადება სამშვიდობია, სოფლიოს სამშვიდობო ბავშვი. აი იქიდან ვავთვალოთ, აი დღეიდან 100 წელი. ჩვენ კიდე ახლა ჩვენს უკან არის 20 წელი, 30, 40, 50, 60 წელი. 90 წელი, ხო? და 100 წელს მე მაინც არავინ არ იქნება და შეცვლის ამ თაობას სხვა თაობა. ხშირად ვიმეორებ ამას, იცით რატომ რომ მუდამ გვახსოვდეს ეს. ჩვენ ვართ დროებით აქ. და აქ გამყარებული რაღაცა წარმოდგენებით რა, საძირკვლის გაცხარა და დაბეტონება საზრე არა აქვს.
არც ეგ გარკვეული შემეცნებითი როგორ გითხრათ, აი ხო არის ნივთიერებები, რომელიც გვაბუროებს ჩვენ ნარკოტიკული ნივთიერებები, დამატებითი საშუალებები თქვა, თუნდაც იგივე ყავა მსუბუქ ფორმაში, ყავა სატუსონს ადამიანი რაც მიძენებული გრძნობები ან რაღაცა დაყაყებული, რაღაცა ის უკვე როგორ მოდუნებული რაღაც ერთგვარად ეს ადრენალი ცოტა წინ წამოწიოს. მე შედა უკვე აი მხნევა. ხანეთ არის. ხო, გარავ პერიოდი და ისე უნდა მიიღოს, ხო? იგივე დანიშნულება აქვს ალკოგოლს. იგივე დანიშნულება აქვს, თქვათ, გარკვეული შოპინგის რო იძახიან ინგლისური სიტყვები, ვაჭრობა. აი, რომ ამიდი ხარ, გარეთ გადიხარ და ადრენალინს ეგეც აწევს, მოგზაურობაც. რაღაც დამყაყებული რო იყოს, ლად და აი ხარიბაშვილმა მოკიდა ხელი ცოლიშვილის სიდეთრი და 5 დღე დუბაიში გავიდა იქ და მე მეაფშვნი და ფულები და დაძდევს ჟურნალისტები საიდან აგაკ ფული როგორ აგაკ ესეც გაბრაზებულია რას დამდებთ რა თქვენი საქმეა ხო აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი ესეც ახლა რა მაიძულა ეს კაცი ხო აი დაყაყდა თითქოს ცხოვრება პრემიერ რაღაცა რა ვქნა ლაც და დუბაიში წავიდა აი რა მე რა გავიდა სხეული გადაადგილდა ერთი სივრციდან მეორეში ერთ შენობაში შევიდა და მეაფშვნი და ფულები რაღაცა ქვეყანა დაგროვნი 5 დღის უკან უნდა დაბრუნდა. დაბრუნდა ისევ იმ ნაგავში, სადაც საიდანაც წავიდა. რატო აკეთებს ამას ადამიანი? იმიტომ რომ აი ეს აშინებს, იცი, გაჩერება აშინებს. რაღაცა გაქცევაა საჭირო. ადრენალინმა უნდა აიწიოს თუ შავად არის ჩვენი საქმე. და მით უმეტეს ზარავს იმის წარმოდგენა, რომ და წავიდა. მე არა, სხვები მიდიან. სხვა მოვდა მე არა. სხვა ხდება ჩვენ არა იმ კურნალებთ სამედიცინო მას გავევლით და არა კაცო რას ლაპარაკობთ. ესე იგი, უხტავების ფილოსოფია ბრწყალებში თითოეულ ადამიანში გამჯდარია ძვალებილში. და როცა სახელმწიფოწერლის ან რომელიმე რელიგიურ მეცნიერულ ადამიანი წარმოდგენებს, მთელი ნებისმიერ რელიგია გახსენებს თავს, რომ შენ სტუმარი ხარ, ნებისმიერი. რელიგიის ისტორიაში ყველა რელიგიური თქვა რეფორმატორი ადამიანის სახით გეუბნება რომ ეს უნდა დატოვა. ხო ვის უნდა ახლა ეს ხო? რას ქვია უნდა დატოვა? ებრძვიან ამას. არა აქ რაღაცას გავაკეთებთ, ცოდნას მოვიპოვებთ, გავამაგრებთ, როგორც დამიწამ არადიულია და როგორ ახლა რა აგუჯერებთ ფიზიკოსებს, აგა ქვეყანა YouTube-ები არის, YouTube-ში ქვეყანა ვიდეო რგოლებია იმ შესახებ სამყარო არადიული არის კაცო. ამის შედეგად რამდენი არის ასეთი თვითდაჯერებული პროფესორები რო ლაპარაკობენ. სამყარო არავის არ შეუქმნია თვითონ იყო, აი იქნება ამ მუდამ იყო არის და იქნება. და არის იქ წარმოდგენებით რაღაც ძალიან კარგი დადგმული მხატვრული დადგმებით რაღაც შეგვახედებს სამყაროს უსასრულობაში და ამ წარმოდგენას გვაძლევს რომ არადეულია სამყარო, მაგრამ რატომ არის მათ დროული სიცოცხლის ფორმები და ძლიერი ფორმა ადამიანის ეს იმის ბრალია რომ ჯერ ჩვენ ცოდნა არ აგვაქვს. მოვიპოვებთ ცოდნას, მივაგნებთ, აღმოვაჩენთ აქ თუ არა სხვაგან გადაფრინდებით იქ სხვა გონიერი ჩვენზე მაღალი განვითარებული ადამიანები შემოვლენ ჩვენთან კონტაქტში, ჩვენ აქედან ვიფიქროთ იმაზე და რაღაცა მოხდება და ჩვენ რა თქმა უნდა ამ დედამიწაზე არადულად ვიქრებით. თუ გარდავართ, არ არის პრობლემა. ისევ დაბრუნდებით მეტამფსიქოზის თანახმად ერთი ფორმიდან მეორეში გადავალთ. აი უკვდავების ადამიანო ანთროპონტა უკვდავება სახეზე არის. ამასთან შედარებით ის საღვთო რომელიც ჩვენ ხელთ აგვაქვს და არა მარტო ჩვენ ყველა ენაზე არის, სრულად საწინააღმდეგო სიძახის. ეს გვეუბნება იმას, რომ დედამიწა შექმნილია და აღარ იქნება. ახლა მოდით და დაიჯერე ახლა აგერაჩა მოვლენ ახლა ადამიანურ დონეზე აკადემიიდან გამოსული პროფესორები. ამ დროს თავისთვის ვერ მოუხედი ამ საწოდავს ერთი გავა ერთი 30 წელი და ამიერში აღარ ყველაფერი დაავიწყდება. თვით პლატონი ასეთი გიგანტი რო იყო, ასაკში რო შევიდა აერია ტვინი. ნიჩე საერთოდ გაგიშდა. კანტი ბოლოს დაბრმა და ვერაფერს ვეღარ გებულობდა, ვერ ხედავდა და არც არაფერი არ ესმოდა. ხო, ზოგი დაყრუდა. ხო, ბეთჰოვენი საერთოდ ყრუ იყო. ხედავთ ადამიანი როგორ არ უნდა ადამიანს გაიგოს რომ არაფერს არ წარმოადგენს რა. არაფერს არ წარმოადგენს. ღირებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს თუ მიაქცევ ყურადღებას ვის შექმნა შენ. თუ უარყავ ის, შენ უკვე ღირებულების მატარებელი აღარ ხარ.
და შენ თვითონ ღირებულებას ვერ დაადგენ. ესე იგი ადამიანი, შენ ფამილიარული ფორმა არის, თქვათ იმ ერთობლიობისა, რომელიც პირველ პრინციპში აღქმება როგორც შენ, თქვენ, კაცობრიობა. ხო, მისი გამოვლენა ვართ ჩვენ. თითოეული ჩვენთაგანი. ჩვენ ღირებულების განსაზღვრელი ვარ ახლა მე ვადგენ რამე ღირებულებას რა შეგვიძლია რომ ერთ პატარა რაღაცა აქ ტკივდება გამიგე დავფეთთებით რა. ხო, ვაიმე. აх, ბიჭო, არის რამე წამალი ისეთი. არა, აქ არა სხვაგან არის რომელი ქვეყანაში არის და აი ამ უკვდავების რწმენით დალაპარაკი არის ამ წუთისობლის უკვდავების რწმენა, თორე ესე უკვდავი რო ადამიანი ბიბლიამ გითხრა სულით უკვდავების რწმენით ადამიანი აი დარბის ერთ ქვეყნიდან მეორეში რო რამენაირად ამ ჩაბაღაუჭებულ ცხოვრებას არ მოშორდეს და ამაზე არავინ არ ფიქრობს. თანამედროვე სამყარო მაინც ახლა ისეა ყველანაირად უკვე აი მთლიანად აი ყველანაირად ისეთ ღირებულებების გამტარებული რომ ადამიანი ამაზე არ დაფიქრდეს. და აგერ სულ ბედნიერება არა ინტერნეტში. ერთი ადამიანი ბედნიერებას გადამეს, მეორე კიდე ეჩხუბება შენ რომ ბედნიერი ხარ, მე რატო ვარ უბედური? შენ რო იგულავებ. აი მაგალითად ის ჟურნალისტები რო დაესხნენ თავზე ღარიბაშოს, რას ეტაკნენ ხო? აი რას ეტაკნენ? იცი რატო გაქვს ფული, რატო გაქვს სახლი, რატო გაქვს ახლა სისულელი ესა. ისე საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა მაინც იცით რა არის ადამიანების თვალსაზრისით. გინდა არ გინდათ მაინც სოციალისტური იდეებით არიან დაწყლული გამიგეთ როგორ ამ მდიდარი არ უნდა იყოს ეს ხო კომუნისტური შეხედულებაა რომ ადამიანი არ შეიძლება მდიდარი იყოს. უნდა იყოს თანაბარი ყველა, არ უნდა იყოს კლასობრივი დაპირისპირება. მდიდართა კლასი იწვევს ანტაგონიზმს, ხო? არ უნდა იყოს მდიდარი, არ უნდა იყოს ღარიბი, არა. იყიდოს რაღაცა, ეს მოძველდა, თითქოს ეს მუდმივად ეს ერთი და იგივე ტანსაცმელით გახსენებს თავს, რომ შენ მოკვდავი ხარ, მე კი არ მინდა ვიცოდე ეს, რომ იცვლი ამას, სული იცვლი. ნახეთ, დეკორაციების ცვლა ილუზორულად მიანიშნებს ჩემ რაღაცა წარუმავლობაზე და უკვდავებაზე. ხო და უკვდავი რო ადამიანი საფრთხო წერილში ხო არის. ამას რა თუნდა ცვლა? ხო და დაწყლადი დამშვიდი. მაინც უნდა გამოვიცვალოთ, ყველაფერს თუ იცვლი გარდიეროფიდან, სხეული არ უნდა გამოიცვალო? სხეულს არ ელოდება გამოცვლა. ცხოვრებაში ყველაფერს ვიცვლით, სახლს, მანქანას, ადგილს, ყველაფერს ხო ვიცვლით. აბსოლუტურად კბილებს დავიცვლით, შევცვლით სხვა კბილებით, ღვიძლს გადავანერგავთ, ყველაფერს ხო ვიცვლით. და აი სხეული რო გვაქვს, ამას წინ გამოცვლა არ ელოდება? ეს კი არავის არ უნდა. და მტკივნეულია ეს, რატოღაც გონერ ეს სხეული დანზე რო გაქვს, მარადეულად იქნება, უბრალოდ არ აუშავს დაძველ და რაღაცა განვაახლებთ სამედიცინო ესეთ დონეზე რომ განვაახლებთ. ხო და ამას ილუზიას მაგრა იძლევა ეს წუთის სოფლის ფილოსოფია. ზოგადად ახეთ წუთის სოფელი ადრე ფაზაში შევიდა. მოკლედ გრიალია და ერთმანეთს დაძდებს ადამიანებს. შენ თუ გრიალებ, მე რატო არ მაგრიალებ? რატო არ მოაწყდა სახელმწიფო ის ყველამ ვიგრიალოთ? არ შეიძლება ყველა გრიალებდეს. იერარქია არის. რა თქმა უნდა, ზოგიერთებს უფრო მეტი თავისუფლება აქვს გადაადგილების სივრცეში, ვიდრე თქვა დანარჩენებს. ამიტომ ყველა თანაბრად ვერ იქნება ამ დედამიწაზე. ერთნაირი ცხოვრება არავის არ ექნება. ამორიცხული. ცოდვილი ბუნება არის, ცოდვილი ბუნების მასშტაბებია ზოგს ვიწრო, ზოგს დიდი, მაგრამ აბსოლუტურად საერთო რაც აქვს ადამიანებს, აბსოლუტურად ყველას დაბადებიდან, ბავშვიდან, ეს არის ცოდვილი ბუნება. ცოდვილი ბუნების, შედეგი ამისა არის დაშლა, გახრწნა. და ეს გამოუსადეგ არის სხეული და 2 მეტრი სიღრმის მიწაში უნდა ჩააგდო. და ზემოდან დეკორატიულად უნდა მოვრთოთ ყვავილებით, რამეებით დავადგათ ესა და ჯირისუფალმა ხანდახან იქ რაღაც გარკვეული ის უნდა განიცადოს რაღაცა გარკვეული რაღაცა სიმშვიდე. ხო, თითქოს კომუნიკაციაში შედის მის გარდაცვალ ახლო მეგობარი იქნება ეს თუ ოჯახის წევრი. რასაც უდაობა ეს იცი და 100 წელს მე არაფერი არ ემახსოვრება და მოვადო რომ აბსოლუტურად ყველაფერი თავდავიწყებას მიეცემა არაფერი არ შენარჩუნდება კაცო ყველაფერი ექვემდებარება ამ ენტროპიას. არც ციგნები იქნება თუ არ განაახლებ და აი ლენტები ახალი მასში შემოვიდა ეს კინო ლენტებზეა ლაპარაკი გადავიდა სიდებზე. სიდებიც მოძველდება ეს თუ არ მოასწარი არ გადაიტანეს სხვა თანამედროვე ეპოქის შესატყვის რაღაც გარკვეულ და რაღაც ტექნიკურ საშუალებებზე ესეც გაქრება.
დავით ასევე თუ არ გადაწერა ერთი ხერიდან მეორეში გადამწერლები იყო და ძველად ეს პერგამენტები ყველაფერი ხუნდება გდება ეს თერმოდინამიკის მეორე უნივერსალური კანონის შედეგი არის ხო და ამ კანონს არის დაქვემდებარებული ადამიანის სხეულიც და აი სული რომელიც ადამიანს აქვს და არც იცის რა არის ეს სული. რა არის სული? სადა ანატომიურად ვეძებთ, გავკვეთეთ, ვერ მივაგენით, რომ ნახეთ ჩვენ წინ მატერია. ტვინი ფილტრები გული ყველაფერი რა. ანუ სად არის ეს სული? სადა რა ალაპარაკებდა ამას, ვინ ლაპარაკობს? აი ხო ჩემში რა ლაპარაკობს და ვინ ლაპარაკობს? ფილტრები? ხვიძლი? ჭხილები, თვალი, ყურები? არა. ხა ჩემში არის კიდე რაღაც ადამიანი აი დაფა რომელიც ამას აქვს უფრო ღვთაებრივი დანიშნულება. ესე იგი, აი ამ შინაგანი ადამიანი არის კავშირს ეძებს კავშირს იმ სამყაროსთან, რომელიც სამყაროც ჩემგან დაშორებულია და მე თვითონ ვერ ვწდები მას და იქიდან ხმა უნდა მომაწოდოს ვინმე. ხო და ამ ქმნილებაში, რომელსაც სამყარო ქვია, ეს პლანეტა დედამიწა, როგორ შეიძლება ახარ შემოსულიყო ამის შემქმნელი და ერთი გარკვეული რაღაცა დაავადება თვითონ არა ეღო მას ცოდვა ხო დაავადება სამედიცინო ტერმინით შეიძლება ვიხმაროთ აქ ცოდვა ხო დაავადება დაავადების შედეგი ხო ის არის თუ ვერ კურნა უკვე უნდა მოკლას ხო და ცოდვა როგორც უკურნებელი დაავადება ადამიანის ინტელექტით უკურნებელი დაავადება ეს ამის შედეგი რა არის ამას ვერავინ შეაჩერებს ამ ცოდვილ ბუნებაში რაღაცა თავს რო იჩენს იმას შეიძლება შევაკეთოთ ხო რაღაც გარკვეული იმით გავაჩეროთ ხო მაგრამ ძველდება ორგანოები შიდა ორგანოები ის ექვემდებარება მაგრამ გარეთ კი იწესრიგებთ ყველაფერს თმები ჩაისვი ხო კბილები ჩაისვი რაღაცა გადაიჭიმე კანი ტუჩები დაიბერე მაგრამ შიგნით ორგანოები იმას რას უპირებთ როგორ ნაწლავი არ ბერდება არ ნელდება დამბლარიცემა ხო ტვინი არ ბერდება მატერიალურია ხო ეს ტვინი უცნაურია ვერ შეისწავლეს ხო გადაგვარებული იყო როცა გახვეთა სინიჩეს დააკვეთა გაკვეთის შედეგმა გააუცა ექიმი პათოლოგი ანატომები რა ნახევარი ტვინი საერთოდ უკვე გადაგვარებული იყო ხო აი სიფილისი ტვინის სიფილისი ესეთი რა როგორ იყო მის გაუბედურებული ეს მატერია მაგრამ ეს ხომ არ არის ადამიანი ნიჩი არ იყო არც ტვინი არც ფილტვი არც გული არც არაფერი ხო აი ის რაც ლაპარაკობდა მაშინ ის გამოვიდა და ვეღარ დავინახე თორე ჩვენთანაც ესე არ არის ხო მაგრამ სად მიდის როგორ მიდის წადაიგული ახლეს ჰე მით ფიზიკოსმა გამაგებინო საწავი და სული ვინმე გვაჩვენა ეგა ვერც ერთი მეცნიერი ადამიანი მეცნიერებას ეს არ ექვემდებარება მეცნიერება მატერიალური სამყაროს რაღაც გარკვეულ კვლევაძიებას აწარმოებს და ცდებზე დაყარებით რაღაცას იმეორებს ერთ აიგებს მაგრამ რაც არამატერიალურია და სულიერია ის როგორ ვიკვლიოთ აი სულიერი ფიზიკოსი თუ არსებობს სულის მკვლევარი ფიზიკა ბერძნული სიტყვა არის ფიზიკა და ეს აი სამყაროს ნატურა რო ქვია ლათინურად და ქართულად ბუნება ამას მკვდარ რაღაც მატერიას იკვლევს ხო ხო ბიოლოგია სიცოცხლის რაღაც მაგრამ სიცოცხლე მატერიაა სიცოცხლე როგორ უნდა შეისწავლო აი თქვა მიმდინარეობა არის აზროვნების ისტორიაში მოაზროვნე ფილოსოფოსებს უკვე სიცოცხლის ფილოსოფია მე რა არის სიცოცხლე ვინმე ხვდება მას ვინმე დაინახა ხო აი გარდაცვლილი იესო რომელიც ჯვარზე გაეკრა და მესამე დღეს ხო მიატოვეს ის ხო ყველას ეგონა რომ აქ დამთავრდა ყველაფერი დასებდიანებული მოწაფეები ხო მოდიან ემაუსის გზაზე და გვერდზე რო ამოუდგა ეს ისეთი არსება რომელიც შემოდის თქვათ უხილავიდან ხილულში და დიალოგი რო იმართება ხო ლუკა მახარებელთან არის ემაუსის ეპიზოდი ეს ქალაქის სოფლის სახელი არის გზაზე და ეს მოწაფეები რაღაც როგორ არიციო რა მოხდაო აქაო და ეს კიდე უხსნეს ყველაფერს და უცებ თავი გაუნათათ ეს ვინც ლაპარაკობს ის არის გახარებულები წავიდნენ ამცნეს
თავიანთ რაღაც შეწუხებულ ადამიანებს და შემდგომ მიდიან მესამე დღეს და ნახეს რომ აკლდამაში აღარ არის დასვენებული ეს. არიქა მithქმა მოთქმა ატყდა ვინ მოიპარა, ვინ მოიტაცა სათავე და დარაჯად დაუყენეს რომაელი ჯარისკაცები ლეგიონები ხო? ლეგიონერი იდგა 2-3. იმ ორტონიან ქვას ვინ გადმოაგორებდა იქ ხო 1-20 კაცი უნდა მაინც. მიუხედავად ამისა ქვაც გადმოგორებული იყო ჯარისკაციც არ არის და აკლდამაში არავინ არ არის. აი ეს ადამიანს არ შეუძლია. არსეთი ადამიანი არ მოსულა იმ ქვეყნიდან. მithოდეთ როგორ მოვა ჩვენ ჩავაგდეთ სხეული უარგისი გამოუსადეგარი არის ეს ფიზიკური არის ეს ფიზიკა არის ხო აი ხელს კიდევ ფიზიკა არის ეს მატერია არის მკვდარი ორგანო არის ხო მაგას აცოცხლებ და სული და ის აღარ არის მასში ესე იგი ყდომა არის გამოწვეული იმით რომ სასიცოცხლო ენერგია რომელიც თუ კიდევ ფიზიკური ტერმინი ვიხმაროთ ენერგია ფიზიკოსებს უყვართ არა სული არამედ ენერგია არის კი მაგრამ ეს ენერგია რა არის სად არის ენერგია როგორ ლაპარაკობს ხო თუ მატერიალ ლაპარაკობს ენერგია ჭირდება მას ესე იგი ჩვენ რა ესა ვართ რაღაც რობოტები და კარგი რობოტები ვართ ვინ შექმნა ხო ვინ არის ინჟინერი მე რატო შექმნა ვის სამსახურში ვართ ადამიანი რო ქმნის რაიმე რობოტს სამსახურშია ხო ემსახურება მას მაგრამ არჩევანი არა აქვს რობოტს ჩვენ თუ რობოტი ვართ რაღაც არჩევანის უფლება გვაქვს ვირჩევა მას ვირჩევი იმას არა რობოტი არა ვართ ეს მკვდარი გამოუსადეგარი მატერია მიწიდან აღებული მიწას უბრუნდება მაგრამ რაც ამოძრავებდა ამ მატერიას ის აწავიდა ამას ჩვენი მატერიალური ფიზიკური თვალით ვერ ხედავთ რაღაცა ის უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილება ჩემს შინაგანში რომ ეს დავინახო ამიტომ იესო ქრისტეს ბევრი კი ვერ ხედავდა რომ აღდგა არ წერია რომ ქვეყანა ხედავდა ის ეცხადებოდა თავის ხალხს და 5000 თუ რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანს გამოეცხადა მე უშუალოდ თავის მოციქულებს ესტუმრა დაკეტილ არც კი არც გაუღია არც დაუკავშირებდა ესე იგი ისეთი რამ მოხდა რაც ფიზიკურად დაუჯერებელია როგორ შეიძლება ადამიანი ჩვენ ახლა მატერიის გარკვეული გამოვლენა ვართ სხეულით და მეორე მატერია კედელი სახით ჩვენ წინ ვარი დაბრკოლება და მე ამას ამ კედელში ვერ გავალ და მოხსნა ეს ძალაყენის მეშვეობი და დავანგრიეს და დაბრკოლება რომ სივრცეში გავიდე იესო ქრისტეს ესა დაჭირდა ხო ფანტასტიკა არის და დაუჯერებელი მისტიკასავით არის ხო იდუმალება ხო და ამის ამოხსნა შეუძლია ახლა ადამიანს რომელიც არის წუთის სოფელში ცოდვის გამო დაბნელებული და ცოდვის გამო ენტროპირებული ეს ხომ არ მოხდებოდა როცა ედემის ბაღში რომ დაეჯერებინა ადამიანს და ქმნილებას შემოქმედისთვის ზურგი არ ექცია და არ დაეჯერებინა სხვისთვის აი ამ გზას მოყვება კაცობრიობა და მასშტაბები უფრო იზრდება ხო სრული გაჯიუტება აქვს ადგილი და მასშტაბი რომ მოიცავს თითქმის 90-99%-ს უკვე ხდება კატასტროფა ერთი ასეთი კატასტროფა სამყარო განიცადა და წარღვნის დროს მასშტაბები გაიზარდა მთლიანად და წარღვნას არ დაუღუპია თქვა 1000 კაცი რიცხვები ძალიან კოლოსალურია გონიათ მაშინ არ იყო თქვა 8 მილიარდი აი ვინც არის ეს ის პრობლემა არის ხო ხა ამ გამეტიჩრებული და გაამაყებული თანამედროვე ადამიანური ინტელექტუალური მიღწევებით ფიზიკით და ასე შემდეგ მეცნიერებით ჩვენ ასე უდგებით ამ საკითხს და რო არ ეტევა ჩვენს გონებაში უარყოფთ არ არის სწორი ეს ლიტერატურა არის მაშინ გამაგებინე და დავამშვიდე აი ახლა კონკრეტული პასუხი მითხარი ახლა რო გარდავიცვლები სადმედი ვარ შეიძლება მითხრა ამ გამაგებინე რა თქმა ახლა შენი სამყარო მარადიულია მე კიდე გავქრები ან ყოფნა და არ ყოფნა ეს სისულელეები რა შევის მომგზა ან კიდე იცი რა არის ერთხელ ვარ და რა გავატარო და რაკაცო აი ვთქვათ აი კარგი აი იმის მაგალითად ღარიბაშვილის მაგალითად წავიდა მე იმაში რა ქვია დუბაიში 5 დღე იყო რა შენობაში გამომწყვეტილი იქ ჭამა იქ კუჩი გავიდა გამოვიდა ზღვაზე გავიდა აი ესე რომ შევხედო აი ძალიან ესეთი გავაუბრალებ ამას რომ რაღაც შევძრა რა მსმენელის ყური აი ეს რა დასვენება არის
ჩამოვიდა ისევ ამ ნაგავში ჩაჯდა. ყველაფერი უწარსულს ჩაბარდა. წარსული ტკბობა არ არსებობს. ტკბობა ყოველთვის აწმყო ტკბობა არის. აწმყოში რო ხარ ბედნიერი ვიყავი სადღაც რომელიღაცა რაღაცა ქვეყანაში ორი დღე ჩამოვედი და ის ბედნიერი სადაც ვიყავი ის დავტოვე და ჩამოვედი უფეთურებაში. ხო, თქვა ბოსელიდან შევედი სასახლეში. 5 დღე დავყავი. ძალიან ბევრი ფული დავხარჯე ამისთვის რომ ცოტა ხან დამტკბარიყავი და მე ისევ ჩამოვედი და ნეხში ჩავჯექი. ახლა ნეხში ჯდომით უფრო არ გაძლიერდება ჩემი ტკივილი წარსულის მოგონებით გამოწვეული, რომ იქ რა კარგად ვიყავი. ეს ხო თავის მოტყუებაა. ესეთია საცოდავი ადამიანი გამიგდა რომ დაეტაკები გამიგე. ახლა მე ხوار და ჩემნაირი ადამიანი ღარიბაში სამკითხვას არ დაუსვამდა, იცი საწაიხედე, სად დაისვენე, რატო ხენ არა. ჩვეულებრივი შურიანი ხალხი მიუცვი და შენ დროს ატარებ, ჩვენ ვერ ვატარებ. ამ დროს ის ვინც კითხავს, რომ ეგეც არანაკლებად დროს ატარებს. დღეს რა ვიცი, ყრუ და ბლუს გარდა საქართველოში ყველა დაწანწალებს ჯეკაძაღლივით. ვის სად ნახავთ, ზოგი მაპუტუმდა ჩავიდა ხალხი რო იცოდეთ. მაპუტუ ვიცით სად არის? აფრიკის ერთ-ერთი ის არის. სადღა აღარ არის დებილები რა. ამიტომ რა არის ეს შურიანები რო არიან და თითქოს ახლა ღარიბაშვილი საწყალი არ მოკვდება რა. დაიხაროს რა ამ კეთილძაღლმა რა. იგი და დუბაიში წადი ოღონდ და ოღონდ შენ გაიხარე მე მაგის დედავათერე თო ხო ეს კი არ არის გასაბრაზებელი ვინსად დადის. უბრალოდ გასაბრაზებელი ის არის რომ სახელმწიფო სათავეში რომ მოხვედი თვითონ მე მაბედნიერებ და მე ვერ ბედნიერდები და შენ გაბედნიერდი. შედარგოჩვილო მეც გამაბედნიერი და თუ არა და რაღაცნაირად ჩემთან რაღაცა ნუ დამშორდები რა მასშტაბები შენ სხვაგან მე სხვაგან და თან კიდე შემომტენე დროშა და პასპორტი და ეს პატარა ბავშვები ხომ არა ვართ რა ამაში ან კიდე სპორტული წარმატებები מחარებდეს ახლა ვინ გოლი გაიტანა და ვინ სადღაც იჩხუბა მე რა ვქნათ მე ადამიანმა საცოდამა თო ზეგი რა უცნაურია იცი შენ მატერია გახარებს მე კიდე სხვისი სიხარულის ილუზიით ფუნაში რო ვზივარ מחარებს სხვისი წარმატებები რა უცნაურია ესე რა ასე რომ არავის არ შეშურდეს არავის შეშური არაფერი არ აი ეს არ ზღარიბაშვილი იქნება ამ ხო არც მისი მოდგმა და ჯილაგი 100 წლის მე არავინ არ იქნება დამშვიდით და წყნარდით ამიტომ ვიფიქროთ რაზე წამსვლელი ვართ სად მივდივართ აი სად მივდივართ სად გაივლის ეს გაივლის წავიდა ხალხი რა არ წავიდა თქვენ ახლობლები არავინ არ წავიდა მეგობრები კლასელები მე არ ფიქრობ სად არიან ხანახა ღონე ფიქრობთ იცი ხომ ეფიქროთ იცი ჩვენთან ვინც იყო იცი გაქ რა კაცო მეც ეს მემა ელოდება არა ის ახლა რაღაცა ვერ დაიცვა წესები რაღაცა კარგად ვერ იყებებოდა რაღაცა სულ ვეძებთ რა იცი რა მოკლა ტიპი რა მოკლა თუ მივაგენ თუ იმან მოკლა მაშინ ამასა პაპიროსი მოკლა ხარ მოწე ხამიგა თუ პაპიროსი მოკლა რა ჭამდა ისა იმას არის ალბათ კარგი რა არის ვენებდა ალბათ ხო როგორი იმედებს თავი ამას ხო ადამიანი იმედებს თავს საერთო წერილი რომელიც ავტორი არის ღმერთი და სხვა არავინ კიდე არ გინდა ინფორმაციას სწორას გვაძლევს სამყაროს შექმნას ცხოველების აი ჩვენ სირგული ცხოველებია ხო ფრინველები ცხოველები წყალში ხმელეთზე ზევით ვინ არის ამის ავტორი ხო წერია და ვინ არის ავტორი ჩვენი პიროვნებისა რომელიც ყველაზე უცნაური არსებაა დედამიწაზე და რა არის ამისთან ადამიანი ყველაფერი ამისთვის გააჩინა ღმერთმა ხო ამოიღეთ ადამიანი დედამიწიდან ადამიანი აბსოლუტურად მნიშვნელობა არ გარნაირი ვარსკვლავებს არანაირი აი თელ აი სამყაროში რასაც ხედავთ მატერიალურს ხო ამაზე თან ადამიანის გარშემო შემოს მნიშვნელობა ექნებოდა ცხოველებსაც არ ექნებოდა მნიშვნელობა ფრინველებსაც არ ექნებოდა მნიშვნელობა აი ადამიანი გავაქროთ და ზღაპრები როდი 13 მილიარდის წინ რაღაცა აფეთქდა და რაღაცა ვინ აფეთქდა კაი დამჯერდები აფეთქა თავისთავად ამ ფეთქებელი ვინ არის იმიტომ რომ აფეთქება ჩვენ გვესმის თანამედროვე ყოფიდან და ვიცით რომ აფეთქებას გრევა მოყვება მაშინ გამისწორე რა ესა აფეთქება კი არ არის სიტყვა თქვა და გავიდა მოწესრიგდა ხო და ბიბლიაში ეგ არ არის ბიბლიაში ეგ არ არის ღმერთმა თქვა ხო
თავდაპირველად ღმერთმა სადა დედამიწაში ყვა. აი აფეთქა. ხო არა აი აფეთქება სიტყვა ჩვენ ხმარობთ ხო? რაღაცნაირად ინტერნეტმა აფეთქა რაღაც ისეთი რაღაცა გაისმა კი არ აფეთქდა ინტერნეტი. რომ მთელი ინტერნეტი აფეთქერთ რაღაცა მოვლენა. ჩვენ კაცო აფეთქება შეიძლება პირადად დაუშვათ. არ გავჯიუტებ და დავიჯერო აფეთქება, მაგრამ მე მაინტერესებს ამფეთქებელი ვინ არის. თავის თავად კაცო? მატერია შეიძლება აფეთქდეს, აი რა გაიბერა და ბუხ ვინ მოაწესრიგა? ხო, აღარ ბომბას რო ჩააგდეთ რომელიღაც შენობაში აფეთქდა ბომბა. ვინ აფეთქა? ვიღაცამ გამოისროლა. როგა ასაშენებლად ისროლა ბომბი დასანგრევად. ამიტომ ისეც თქვა დავამატოთ რომ აფეთქებამ მოწესრიგებისთვის მოხდა გაჩენისთვის. ესე იგი აფეთქება გაჩენა არის. ხო არის ამფეთქებელი მომწესრიგებელი გამჩენი. ბიბლიაში ხო წერია. სიტყვები არ წერია ფიზიკური. და რატო არ უჯერეთ ამას მე ვერ გავიგე. შეჩერდებიან დიდი აფეთქების თეორია. ვინ არის ავტორი ამ თეორიის? ადამიანი. რის საფუძველზე? იმ ინტელექტის საფუძველზე, რომელიც ღმერთმა გიბოძა და ჯახირობ, წვალობ, უყურებ, რაღაც არგუმენტებია, მე დაიშლება, მე მეორე თეორია ამას ეწინააღმდეგება. რამდენი თეორიებია მოძველებული, რამდენი თეორიები ყალბი იყო. რამდენხანს იყო ყალბი დემოკრიტეს შეხედულება, რომ ატომი განუყოფელი იყო. არ იყო ყალბი? მე-19 საუკუნემდე. ხო, არისტოტელეს თეორია რამდენი ხანი იყო ყალბი, სანამ კოპერნიკი მოვიდა. არისტოტელესი მით არის ყოველთვის დედამიწა გაჩერებულია და მზე ბრუნავს ამის გარშემო. ეს ხო არისტოტელეს იყო. ეს როგორც ფილოსოფოსი თორე ესე პტოლემეუსის ის არის. კოპერნიკმა ნახე, სულ შეცვალა ესა, გამოატრელყა, დაესხნენ თავზე. ასე რომ ადამიანის თეორიები შეიძლება დიდხანს სიბნელის გამო, კაცობრიობის სიბნელის გამო დიდხანს ინარჩუნებდეს თავის, თქვათ, მდგრადობას. მაგრამ აუცილებლად მოვა ადამიანი რომ აჩვენებს რომ სიყალბეა. ხო და აი საღვთო წელიც რამდენი ხანი ეჭიდავებიან და ვინმე თუ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რა, მაინც ახლა დიდხანს მალავდნენ რომ იესო ქრისტე და საერთოდ ღმერთის ეს იყო რაღაც თვითონ პიროვნება იესო ქრისტე ეს იყო მითი. რამდენ ხანს მალავდნენ. მაგრამ ნახეთ ღმერთმა თავისი გააკეთა და შექმნა ესეთი ადამიანები ნიჭით აღჭურა, რომლებმაც მიწის თხრა დაიწყეს ეს ადამიანი თხუნელები, თხარეს ეს მიწები, თხარეს და მიაგნეს ნაშთებს. მიაგნეს წერილობით წყაროებს, ყველაფერს მოაწესრიგეს, გაასალაშინეს და ევრიკა ახლა ამის უარყოფ არ შეიძლება, იმიტომ რომ მეცნიერებას ხო არ უარყოფთ, მეცნიერი ამტკიცებს ყველა. არა, იესო ქრისტე რეალობა. რა ვიღა რეალობა წიგნები დავწეროთ ახლა რეალობაზე ახლა არ არსებულზე ბაბაიაგაზე რა წიგნები უნდა დაწეროთ ან რა უნდა გააბათილოთ ხო არ არსებულზე ესო პიროვნება ყოფილა შეისწავლეს როგორი პიროვნება და ყველამ თავისი ფანტაზიები წარმოიდგენა ესო როგორც კარგი ადამიანი კარგი რეფორმატორი დაპირისპირებული თავისი დროის იმ რელიგიასთან ფარისევლები რო იყო და ასე შეიქმნა ესო ცხოვრებაზე წიგნები, ფილმები, გაიხარა რეჟისორებმა, გაიხარა ეს წიგნობრებმა, გაიყიდა წიგნები, გაისიეს ჯიბეები ზოგ-ზოგიერთებმა. ეს რისი მომცემ, ესო ქრისტე ყოფილა პიროვნება. ხო და ეს პიროვნება თუ ადამიანად მივიღეთ, რადგინდა ისეთი ადამიანის პატივისცემა, რომელიც იტყუება. ხო და ვიღაცა იტყვის, სად იტყუება? აღარ ჩაიხედეთ თუ არ იტყუება. თქვენი გაგებით. ეს იცახის მე ღმერთი ვარო. ხო და მაშინ ეს რატომ ახლა ესეთი ადამიანის მიღება, რომელიც მათყუ არ არის, ხო ჩვენ ყოველთვის ვხიბლავს ადამიანს, რომ აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში სიმართლეს იძახის და მისი საქმე და თეორია ერთიანობაში არის, ხო? ხო და იესო ქრისტე რისთვისაც გააკრეს ჯვარზე? ტყუილისათვის, ხო? შენ ადამიანი ხარ და თავს უტოლებ ღმერთს და უფრო მეტი აცხადებ რომ ღმერთი ხარ მე და მამა ერთი ვართ მამასთან ვიყავი მამასთან ჩამოვედი ეს ამიტომ არ დაისაჯა თვითონ იესო ქრისტე არის ახლა რომ მე ღმერთი ვარ რა მაშინ გამაგებინეთ ახლა ხო აი ცხადზე უცხადესია ეს ჭეშმარიტებები ამას ახლა რეგვენი უარყოფს ამიტომ მაინტერესებს იმად გასაგებად კაცო თუ ეს კაცი მიიღე
ან საერთოდ მე არ მივიღოთ ესეთი მატყუარა კაცი რა თქმა უნდა მატყუარა კაცის სახელს რატო უკავშირდება ეკლესიები სახელმწიფო დონეზე კათოლიციზმი მართლმადიდებლობა გამაგებინეთ ერთი კაცო მე მატყუარა კაცი იდეალად რატო დავსახოთ ამას რატო მივბაძო შეგიტყვება ესა ხო ღმერთი არ არის ესე იგი იმიტომ რომ თუ ეს ადამიანია მაშინ ადამიანი თუ დავტოვეთ ესე ჩვენი ფანტაზიები თუ უნდა შევავსოთ და მართალიც უნდა იყოს თქვათ რომელიმე რეჟისორები რომ იესოს წარმოგვიდგენს როგორც რაღაცა ადამიანს ნაშებიც ყავდა შვილებიც ყავდა ხო არის ესე ხო ყველანაირად ხო არის ესეთი გაგებებიც ხო და არ არის სკორსეზეს ფილმები ამაზე გადაღებული და არა მარტო პაზოლინმა როგორ გადაიღო და რა დაამახინჯა წიგნები რამდენი არის დაყრილი ყველანაირად ესე იგი თუ ადრე უარყოფდნენ ეს მითია და მითი არის ხო მაგალითად მითოლოგიაში ბერძნული სიტყვა მითი ამბავს ნიშნავს ხო ამბავს რო ყვება ადამიანი ხო და აი რა მითებს უყვება ჰომეროსი რეალობა და მითი შეურწყა თავის პოემას ილიადას და ოდისეას ხო ტროა როგორც რეალობა დიდხანს მითი ეგონათ მაგრამ გათხრებმა დაადასტურა ტროას ომი ყოფილა მაგრამ ამ ომში მონაწილეობას იღებენ ზებუნებრივი ძალები ღმერთები და ჯგორუარი ღმერთების ეს უკვე მწერლის ფანტაზიაა ამიტომ ეს ფანტაზია მწერლები თავის სახელმწიფოში საერთოდ განდევნა სახელმწიფოდან პლატონმა თავის შრომიდან ხო პოეტები ესენი გვატყუებენო უცნაური ესე იგი კიდევ ვიმეორებ იესო ქრისტე თუ ეს არის ადამიანი კაცო მივიღებ ადამიანს მაგრამ უნივერსალურად რატომ მიხატავთ მაგას რომელი კაციც იტყუება თქვენ ადამიანს კარგად მიიღებთ რომელიც გატყუებთ წარამა რა და აგერ ესე ტყუილია ესე იგი იტყუება რომ თურმე არ აღდგარა შემდგომ ამისა იტყუება პავლე არა მარტო ეს ტყუილების რელიგია რატომ გავხადეთ სახელმწიფო რაღაცა რელიგიად ტყუილები პავლეც იტყუება არ უნახია იესო ქრისტე ხო ყველა იტყუება ხო ესე იგი მთელი ბიბლია არის სიცრუის კრებული და მარტივი კითხვა მაქვს სიცრუის კრებულზე რატო აშენებთ ტაძრებს და ესე იგი თუ ესეთი რწმენა გაქვთ სიცრუით გაატენელი მღვდლებით შესული არიან მაგრამ პრინციპში ამას კი ადასტურებს მართლმადიდებლობა და კათოლიკე მღვდლები და მე გამყურებია მრევლის რა თუ საერთოდ წელს კითხულობს ადამიანი და ღმერთს მიიღებ აქედან აღარ რომ მაშინ მაგათთან ისინი ხო იტყუებიან იტყუებიან ყველანაირად არცერთი მღვდელი არ არის ისეთი როგორც იესო ქრისტე იყო როგორც პავლე იყო პავლე ადამიანია პავლეზე იმიტომ ვიძახი რომ შესაძლებელია ისეთი იყო როგორც პავლე მაგრამ შეუძლებელია იყოს როგორც ქრისტე ის ღმერთია თუ გამორიცხული ადამიანი გახდეს ღმერთი მაგრამ როგორც პავლე არის ის შეგვიძლია იმიტომ რომ ღმერთმა გახადა ესეთი ღმერთთან ურთიერთობის შედეგად პავლე იბადება და ახალ ადამიანად გვევლინება და ამ სიახლეს და სიხალოს ავრცელებს რათა სხვებით შევიდნენ მაგ სიხარულში დაიბადონ და რომელი დაბადება სასწაულია და რომელსაც სულიწმი დაახდენს ისე რა აზრი აქვს ახლა რელიგიას მით უმეტეს 21 საუკუნეში მით უმეტეს რამდენი ფიზიკოსები გვიმტკიცებენ რომ არაფერი არ არის ღმერთი არა და მიუხედავად ამისა სიცრუის რაღაცა მთელი ეს მასშტაბები რა დონეზე ზის მთელი რიგ ქვეყნებში ესე იგი სიცრუე უნდა ადამიანს რელიგია ყოფილა სიცრუის და რატომ აქ მოთხოვნილება ადამიანს იკვებოს სიცრუით იმიტომ რომ აგრეთ თუ ან ერთი დაუჭიროთ ან მეორეს თუ ვენდობით დაწყებული ამ სოფლიო ფიზიკოსებს დაწყებული რომ ანტიკურ ეპოქას თავი დამონებოთ მე-20 საუკუნის ნობელიანტებს ჰაიზენბერგი იქნებდეს აინშტაინი რაღაც ელემენტარული თეორიები გაცნობილი ვარ ამის ინტერნეტი ამის საშუალებაც იღა წიგნებიც არის ამათი რო იცოდეთ და გვაინტერესებს ჩვენ ხომ ჯოთა ერთი კითხვა მომივიდა პირადად მე რა თმიდა მე ამის დედავატირე ესენი რა თმიდა სიცრუე თუ ეს სიცრუეა ღმერთი არ არის ამის სახელით რატომ არის გაერთიანება და შეყრილია ჯოგი თავიდან ბოლომდე ეს მღვდლები, პასტორები ჭამეს, ვამეს, სკადებიან, როგორც ერთი ახალგაზრდა იტყოდა, სკადებიან, გჯებიან და მე მივდივარ და მაგას დაყვანსემ. გადასარევია და ამად საფუძველში არის ერთი მატყუარა, რომლის სახელი არის იესო ქრისტე? გაგიჟდები რა წინააღმდეგობა. ასეთ მარტივ წინააღმდეგობების აღმოჩენა არ შეგიძლიათ? აი რენანის წიგნები იკითხოთ ხო, ასევე დევიდ შტრაუსის წიგნები იკითხოთ, მაგათ ჟიზ იესოს ქრისტე, იესო ქრისტეს ცხოვრება, ხო? ჰეგელს აქვს კიდე ესა. ეს ორი 19 საუკუნეა.
რენანიცესია აქეთ კიდე აქეთ წერენ კიდე აქეთ მე-20 საუკუნეში კიდე კინოხელოვნების ხალხი პაზოლინიდან დაწყებული როგორც გითხარი და იგივე იტალიელი კაცო ის 4 თავი რო დაწერა ხო ან ესეთი ცნობილი რეჟისორია იტალიელი რეჟისორი რა არიცით ვინ არის წარმოიდგინეთ ამას ჯოგი ხო უყურებს ასევე აი ამერიკელმა რეჟისორმაც გადაიღო ხო რაღაცა თელი ის ეკრანზე წკეპლა და ტანჯვა და ხალხს გული გაუხეთქა იმას დარბაში ხო აი როგორც წამება ქრისტესი როგორც წარმოაჩინა იმ ჩვენმა რეჟისორმა და მსახიობმა რომელსაც მე გაუმრუდა ცხოვრება და თელი ამბები შეემთხვა იცით ეს ვინ იყო ეს რეჟისორიც იცით მგონი და ახლა მეორე ხო ამიტომ კაცო მაინტერესებს რა მარტივად თუ ეს ტყუილი არის თუ ეს კაცი იტყუებოდა და რატომ არის გამოცხადებული კარგ ადამიანად მატყუარა თქვენ მატყუარა ადამიანთან საქმეს დაიჭერთ არა ჩვენ ვერ ვიტანთ თავრობა რო გვატყუებს თქვა თავრობის წარმომადგენელი გაოცებული ვართ ყოველთვის ჩვენ ისეთ ადამიანებს ჩვენს პატივს რომელიც არის საოცრად მართალი კარგი სუფთა და იმას ვეთაყვანებით კარგი გაგებით და არა და რაღაც ის არის ჩვენი რაღაცა გარკვეული გზამკვლევი და ახლა რო ინიღბება ადამიანი და თავს მოგვაჩვენებს რომ კარგი პიროვნება აი ხო ვიცით რომ საქართველოში მიღებული არის შიოლაშვილი როგორც უწმინდესი და უნეტარესი ეს არის ტყუება ეს უწმინდესი არაფერი არ მოუტყუებია ცხოვრებაში ესე იგი მიღებულია რომ იესო ქრისტე თუ ადამიანი არის ესე იგი ტყუილის გამართლებულია და მთელი ქრისტიანული შეხედულება არის ტყუილზე აგებული და ტყუილის რელიგიები რაჯანაბად გვინდა და ტყუილის ტაძრები შესაბამისად ახლა მე არ მიგვის იესო ქრისტეს რო იღებ როგორც ადამიანს და მატყუარას იმიტომ რომ ის იძახდა ღმერთი ვარო და არ ყოფილა ღმერთი და იტოვებ ამას ესე მის სახელობის რაღაცა ორგანიზაციას ქმნი ინსტიტუტს აფართოებ ჯოგი შეყარე და შენც თავად ატყვებ მოსახლეობას ეს მოსახლეობაც მოტყუებულია მაგრამ რომ არ შეგიმეცნო როგორც მატყუარას დამალული ხარ დისტანცირებული ხარ მოსახლეობიდან რა ხდება შიგნით არავინ არ იცის მაგალითად შიოლაშვილი იცით ეს ვინ არის? ეს არასოდეს არ იტყუებოდა? მთელი ცხოვრება ამან 91 წელი სიწმინდით გაატარა? კი არის ტიტული უწმინდესი და უნეტარეს ხალხო, კარგით რა. ეგ არასოდეს არ ცდებოდა? რამეს იტყოდა და სრულდებოდა? რა მართლა გამოხატულებაა. ესე იგი, როგორც წამს ამას იესო ქრისტე ისე იქცევა. ამის რწმენა იესო ქრისტესი არის ის, რომ ეს ღმერთი არ არის ადამიანი იყო და ამიტომ ეს იცით რა არის ეს შეიძლება ამის შელამაზება ხდებით საღვთო წერილში საწინააღმდეგოს გვეუბნება საღვთო წერილში იესო ქრისტე არის ღმერთი ღმერთთან შეხვედრა არის რომ აუცებდა ადამიანებს ყველას ის ვინც შეხვდა ბოლოს აღდგომის მიერ და მთლიანად გამოიცვალნენ და ამან იმდენი გაბედულება შეძინა მოციქულებს რომ მათ აღარ ეშინოდათ სხეულის დაკარგვისა სიკვდილო ხამას იწვევს. ახლა სული და სხეულს არ მოუვიდეს არაფერი. ხედავ, საღვთო წერილში თავიდან ბოლომდე გადმოცემულია ღმერთი როგორც რეალური რამ. რეალური, აი ასევე სამყარო, რომელიც ეს ქმნილებაა, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. და ამის დასასრულის განმაპირობებელი სწორედ არის ის დაუმორჩილებლობა, რომელიც გახმაურდა ბიბლის იმ დაბადების წიგნის მესამე თავში. ამ ისტორიას ხო გვიყვება. რა უცნაურია ისე ხანდახან პარადოქსები მაოცებს ხოლმე. ესე იგი, იესო ქრისტეს იღებენ როგორც ადამიანი. ყველამ ეს მეიღო, ყველა მწერალმა. ლიტერატურის ისტორიაში ყოველთვის მაოცებდა ადამიანს, რომ იესოს იღებენ როგორც კარგ ადამიანს. სამაგალითოს, რაში მიბაძო კაცო, მე ვერ გავიგე. თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში ბაძავთ ყველა ქართველი გაღატაკებული ქრისტიანია. არაფერი არ აქვს. არც დასაცმელი არ აქვს, სახში არაფერი არ აქვს. თქვენ ხართ ქრისტიანები, სახში თუ არაფერი არ აქვს. დღეში ერთხელ რო იკვებებით, ან ორ დღეში ერთხელ. ხო, თუ ასე მიბაძავთ. და მართლაც არაფერი, ხო, აი სახში არაფერი არ გიდგათ კიდევ ვიმეორებ. ხო, არსად არ დადიხართ ხელფასზე, ხართ, ან კიდე საერთოდ მწირი ცხოვრებით ცხოვრობთ. ყოველ ხართ ქრისტიანი. იესო ქრისტე, ამით შევხედოთ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ღმერთს კიდე არაფერი არ უნდა, იმიტომ რომ სისავსეა. ის რაც სხეულს სჭირდებოდა, იმას იღებდა და ყვება. ისეც მოკრძალებულად, ხო? თვითონ აკეთებდა ამას.
აი უცებ გახსოვთ მოწაფეებს აღდგომენ რომ დახვდა იონეს სახარებიდან უკვე ცეცხლი ანთებულია და თევზი რო იწვებოდა უკვე ზიარებაში შედიან მოციქულები ხო მას არ ჭირდება ესა იგი სრულფასოვანია 100% ღმერთი 100% ადამიანი მას ეს არ ჭირდება ჩვენ გვინდა ჩვენ ნაკლოვან ადამიანებს გარკვეული რაღაცა მატერიალური რაღაცები მაგრამ ღმერთის მითითებით რომ არ ვიყოთ ზუნწები და რაც ჩვენი არ არის არ უნდა ავიღოთ სხვისი რაც არ გეკუთვნის სხვის რატო იღებ ხო საქართველოს ხო დარღვეულია მე-9 მცნება ხო აი ვინ ასრულებს 10 მცნებას თუ ამ მცნების ავტორი ადამიანია ამას ასრულებდა მარტო იესო ქრისტე ეს ხო ადამიანს ამის შესრულება არ შეუძლია იესო ქრისტე როგორც ადამიანი ისევე არ შეასრულებდა ამ მცნებას როგორც ჩვენ გვიჭირს ამის შესრულება როგორ შეასრულებს მაგას ეს არ განამრიო ღმერთმა შეასრულა 10 მცნების შემსრულებელი იესო არის იმიტომ რომ მისი ესა და მისი შინაგანი ბუნების გამოვლენა იყო 10 მცნება მოსაწესრიგებლად იმ ბრბო 2 მილიონი ხალხისათვის რომელიც უდაბნოში ხეტიალობს მოსეს წინამძღოლობით და ღმერთის გზამკვლევობით აი რაც აღწერილია რიცხვა წიგნი გამოსვლა და ლევიტელები და ასე შემდეგ ხო ამ წიგნის დანიშნულება ჩვენ რო ვკითხულობთ სწორედ ის არის თითოეულ ჩვენთაგანში დაგვაფიქროს და თითოეულ ჩვენთაგანს ისევ კითხვა მარადული აქვს სანამ მოკვდებით არ მოკვდეთ ისე რომ ეს იესო ქრისტე არ მიიღოთ როგორც ღმერთი ამ სამყაროში შემოქმედი და რაღაცა უნდა მოხდეს მერე და ახლა ადამიანი არის და მანამდე კი ერთი ნაბიჯი როგორც საფრთხე გადაიდგა ერთი ნაბიჯი ეს მოდა რომ ეს მითია საბჭოურ სინამდვილეში მაინც როგორც მითი ისე იყო გასაგებია არა მარტო საბჭოურ სინამდვილეში მერე და მერე დასავლურ ლიტერატურაშიც ბევრი მოეძებნება მაკულატურა რომელიც ამტკიცებს რომ ეს იყო ერთი აი ადამიანი მორალს აფუძნებდა მოკლედ არ განსხვავდება მაგალითად რომელიმე ვთქვათ კონფუცისგან კონფუცის მორალი რა ცუდია თუ ლაუძის მორალია ცუდი თუ რომელი ლაროშ ფუკოსი თუ ლაბრუერის თუ რომელერთ ჩამოთვალ აი აფორიზმებს რო წერენ მორალური აფორიზმები ხო ან იგივე მწერლები ჩვენი ილია ჭავჭავაძე როგორც მორალისტი რატო იყო ცუდი ამდენი აფორიზმებია რამეს გვასწავლი და ილია რომ გავთახსირდეთ ვიმაიმუნოთ რაღაც გავაკეთოთ რომელიმე მწერალი გათახსირებისკენ მოგვიწოდებს იცით ესეთ მწერალი გათახსირებული და დაგვიტოვა გათახსირების კონსტიტუცია არა ყველა ადამიანი ეს მორალის გარკვეული მასწავლებელი ეთიკოსი არის და ასე დავიყვანოთ იესო ქრისტე მაშინ ვერ დაწერა ამან ეთიკური ნორმები ერთხელ დაეწერა რა ტომები ეთიკის ისტორია ეთიკა როგორც ქრისტიანობა მსგავსი რამეზე არ ამახვილებს ეგ ყურადღებას არცაც სახარებაში არცაც არ წერია მორალი და ნახეთ რელიგიაში ქრისტიანული როგორც ქრისტე როგორც ადამიანი ეს მორალი შეიტანეს და ვერ იცავენ ვერც კათოლიკები ვერც მართლები არის კი საქართველოში მღვდელი რომელიც ამას იცავს იცავს რაიმე ეს არ უმრუშია სიტყვით ხორცით არ მოუტყუები არა ვინ აი თუნდაც ყოფით სფეროში რა ის არაფერს არ იპარავს აი როგორ ინახავს იმას ხო არა დავიწყებული ეს ყველაფერი რა აი რა ფაზაში შევდივარ და სწორედ ეს მასშტაბები რომ გაფართოვდება ამას რა მოყვება აგერ წერია ისევე ამ ღმერთის წიგნში აპოკალიფსი ბოლო გამოცხადება რო არის ღმერთისა ბოლო გამოცხადება აპოკალიფსი არის ბოლო გამოცხადება ღმერთისა თავის საყვარელ მოციქულთან და მართლაც საყვარელი გამორჩეულივით რა იმისთვის არ არის იოანე სუ დაყვებოდა ყველა არსა და იოანე პირველი სამეული პეტრე იოანე იაკობი ძმა ეს ყოველთვის ესე 12-დან და იმ გაჭირვებაში გადასახლებაში გაუბედურებაში თვით ბორკილები ფეხზე ცედო იოანეს აი პატმოსის კუნძულზე აქ იყო რა დიდი იმედი რა რომ გამოეცხადა რეალურად ფანტაზია პლან მოწეული კი არ იყო შრომისგან დაღლილი და გაუბედურებული არა რა გამოეცხადა უთხრა ეს არის ბოლო გამოცხადა გეტყვი ახლა რა მოხდება რა ელოდება კაცობრიობას მხოლოდ დრო დავადები არ დაწერა არა იმ არსებული მდგომარეობა ეს არის დაახლოებით ესე დაახლოებით პირველი საუკუნეა და ეს არის 80-90-იანი წლები ახალი წელთაღრიცხვის სადღაც 100 წლის თავზე უკვე იონე გარდაიცვალება ეს თავისი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა მაგრამ ბევრი იტანჯა გადასახლებაში იყო მე ისევ დააბრუნეს ეს იყო ერთადერთი ბოლო რომელიც წამებით არ მომყარა მაგრამ წამებაში გაატარა ცხოვრება 100 წლამდე თითქმის 100 წლამდე იცოცხლა
და ბოლო გამოცხადება ეს იყო. პირველი გამოცხადება ვიცით ვისაც ხდება ხო? აი პირველი ადამსა და ევას რო უკვე განშორება რო ხდება ედენის ბაღიდან. დამშვიდობება რა, იმიტომ რომ წმინდა ადგილიდან წმინდა ღმერთი და ესენი უკვე უწმინდურებაში შევიდნენ. უწმინდური არ შეიძლება წმინდასთან იყოს, აუცილებლად უნდა გაიწმინდო. შენ ვერ გაიწმინდები შენი რიტუალებით ყველაფრით. უნდა მოვიდეს გამწმენდელი და ეს არის სასწაული რომ სამების დოქტრინის ერთ-ერთი მეორე ჰიპოსტაზი იესო აი ამ მისიას კისრულობს და წმინდავს უწმინდურ ადამიანებს. ხდება წმინდა გამოყო, გაიწმინდა. სამეცნიერო ტერმინი არ არის. ამიტომ ეს არის სასწაული ხალხო, სასწაული ჯვარზე გაკვრა არის სასწაული. იესოს სიკვდილი. ეს უბრალოდ ეს იყო მეთოდი, დაჯის ეს მეთოდი თორემ პირდაპირ კი არ იყო ეს რაღაც იმ პერიოდში სიკვდილით იჯებოდა დეკლასირებული ადამიანები ჯვარზე გაყვრით. არისტოკრატები არა. და ეს ჩაირიცხა ავაზაკებში. და ასე შესულდა წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ როდის სადღაც 700 წლით ადრე წინასწარმეტყველები ღმერთის სპირით ისაია რომ იძახის ამას 53 ფსალმში ბერჯველად თქვი. უცნაურია ხო? ახლა მე თქვენ დამარწმუნებთ რომ ეს იესო ქრისტე ადამიანი იყო, აი პირადად მე საქმე არ მაქვს ამასთან. აი ეს თუ დამაჯერებთ რომ ეს ადამიანი იყო, რაში მაინტერესებს ამის მორალი და რაღაცა. რატო კაცო რა, სოკრატე რა ნაკლები ადამიანი იყო? რატომ არ არის სოკრატეს სახელით რელიგია, ეკლესიები? სოკრატემ გათახსიერებას მოუწოდა ადამიანებს. აი როგორც ადამიანი უფრო მაოცებს სოკრატე. მაგრამ იესო ქრისტე მაოცებს რომ ღმერთი ადამიანის სახით როგორ მოვიდა. იესო ქრისტე მაოცებს როგორც ღმერთი. მაგრამ სოკრატე მაოცებს როგორც ადამიანი. რამე სოკრატეს ბიოგრაფიაში წაგიკითხეთ თუ ეს არა კაცი იყო? როგორ მოიქცნენ? თქო აი ეს რო დავაკავშიროთ ერთმანეთს, იესო როგორც ღმერთი და სოკრატე როგორც ცოდვილი ადამიანი ქრისტეს არ იცნობს. მაგრამ აი ჰუმანიზმის რაღაც აი და იმას საფუძვლებში სოკრატე არის ყველაზე სამაგალითო. ყველაფერში აბსოლუტურად. მაღალ დონეზე რა. ხო, აი სულ აი საუბრობს, ფულს არიღებს არაფერში. უბრალოდ ცხოვრობს, გახეულე ომშიც მონაწილეობს, აი გაცვეთილიმები დადის, ჰიშველი, ტიტველი, აი რითაც აღიზიანებს ცოლს ქსანტიპას. საერთოდ უგარეთ არის ესეთი კაცი, რომელიც ცოლს შეუყვარდება, ან რომელიც ცოლი მიუხედავად ამისა ერთგული დარჩა მაინც ქსანტიპა მაგასთან, ეს უგარეთ დადის, უკამათობს, ველაპარაკება ადამიანებს, ასწავლის, უფასოდ, ფულს არავის არ ართმევს, დაყვება ჯგორო მოწაფეები. აბატონო, სოკრატე როგორც ადამიანი რატო არის ცუდი? რომელსაც არაფერი არ დაუწერია, რათა ტვინები არ აგურეუდა ჩვენ. ეს კაცი უსაყვარლესი მასწავლებელი უკვდავყო მოწაფე პლატონმა, რომელიც გაცნობიდან არასოდეს არ მოშორებია სიკვდილამდე. 20 წლის ამ გაიჩინა 8 წელი დაყო და მერე 79-10 წლის ასაკში სიკვდილი მიუსაჯეს სოკრატეს და იგი 399 წელს იგი ემსხვერპლა პოლიტიკას. ეს რატომ არის ცუდი ადამიანი? მითხარით, რატომ არის აი რაც ბიოგრაფია ჩვენამდე წუნს ვერ დაადებთ? არ არის ღმერთი და იმიტომ ადამიანია. ადამიანი და ადამიანური ცდომილებები ამასაც იქნებოდა. ხო, ამასაც იქნებოდა. ახლა ეს ჭეშმარიტებას ეძებს, სულზე ზრუნავს. გამიგე, უნდა რომ სული სრულყოფილი იყოს მისი სული და ცოდნა არის მისთვის იარაღი, ცოდნა, თუ ცოდნას ჩვენ ვეზიარებით სისულელეები აღარ გვექნება. ვწოდავთ იმიტომ სოკრატეს თქმით, შეცდომას უშვებთ იმიტომ არ გვესმის არაფერი. ამიტომ ცოდნა არის რაციონალიზმის სახეზეა, ხო? რითაც ნერვებს უშლიდა ნიცშეს. მაგრამ იესო ქრისტე ესეც ადამიანია. ახლა შევადაროთ სოკრატე ადამიანი და დავტოვოთ ქრისტე ადამიანი. თელი სიმპათიები სოკრატესკენ გადავა. თითქმის ყველას. მაგრამ იესო ქრისტე ღმერთია. სოკრატეს არ უთქვია რომ მე ღმერთი ვარო. სასწაულებსაც არ ახდენდა. მაგრამ რაღაცა ზებუნებრივი რაღაცა გამონათებები რო ქონდა, ამას აღიარებდა. აი ეგრეთ წოდებული დაიმონი. რაღაცა რო ესაუბრა, რაღაცა შინაგანი ხმა. ხო და ეს შინაგანი ხმის ავტორი ღმერთია ჩემო გარბო. რომელსაც ის არ იცნობს, იმიტომ რომ 500 წელი აშორებს იესო ქრისტეს და რა თქმა უნდა ძველი აღთქმითაც არ იცნობს სოკრატე. არა ეს შემთხვევით კი არ არის ისტორიაში ეს რომ შემოგვინახა ღმერთმა სოკრატეს სახლი, რომელსაც არაფერი არ დაუწერია.
და ლეგენდა არის თითქმის ისე, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს კაცი არაკაცი იყო. არც ერთი არ ახასიათებს ჩვენამდე მოსული წყაროები, რომ სოკრატე იყო ვიგინდარა. ომშიც იმონაწილეა. ამას ბევრი წიგნები მიუძღვნეს ამასაც. რა ვინც არ დაუწერია, შთაგონებული იყო სოკრატეს გამწერლები, მხატვრები, დრამატურგები. არა? ხო, აი მე-20 საუკუნეშიც იყო ასე დაჭრილი სოკრატე მოთხრობა აქვს ბერტოლდ ბრეხტს. ხო, პიესები ჩემო ბატონო ხარ. სიმღერასაც წერდნენ. ხანდაკებები სოკრატეს მოხანდაკები, მაგრამ იესო ქრისტეს არც ხანდაკება ვიცით. არც ლექსებს წერდნენ ამაზე. და არც ნახატები არ იყო, როგორ მხატვრები არ იყვნენ მაგ დროს. ეგეც უცნაურია. იესო ქრისტე თუ ვინმე ეჭვეპარება რომ ეს ღმერთი იყო, საერთოდ არ წაიკითხოთ ეგა. ამიტომ ან იწამეთ ღმერთი. მაგ ქრისტეს გარეშე ღმერთის წმენა როგორიც ჰქონდა აინშტაინს, ეს ჩემთვის ღმერთი, ეს რაღაცა იდეა, გონება, რა არა. იესო ქრისტემ ღმერთი მოიყვანა ახლოს ჩვენთან. დედამამა ერთივართ როგორია იმ თვისებების მატარებელია, რომელიც თვისებები თითოეულ ჩვენთანაც გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენი თვისებები გაუკუღმართებულია. იმისი წაღმართი არის. იგივე თვისებები გვაქვს ჩვენ სამართლიანობის მოყარე ვართ, მაგრამ ვერ ვიცავთ სამართლიანობას, გამიგეთ, სიხარული გვაქვს, სიყვარული გვაქვს, რაღაცნაირად აი ეს გვაქვს, ხო, სიკეთისკენ მივილტვით ყველას, მაგრამ არ ვიცით რა არის სიკეთი და გონია სიკეთე ხელი შეგვჭება ბოროტება. თითოეულ ადამიანს ყველა ჩვენთანაც გვინდა თავი დავირწმუნო და სხვა და ჩვენ უფრო კეთილი ვართ, ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ, ერთმანეთს ვეჯიბრებით. ვტენით ადამიანს ჩვენ თავს რომ მე უფრო ჭკვიანი ვარ, მე უფრო გაჯობებ, მე უფრო ტყავს გაგაძრობ, მე გაჯობებ ლაპარაკში, მე უფრო მაგარი მასწავლებელი ვარ. არა, აქ ეს ერთმანეთის კამათი არის. მეგობრო, ადამიანი ესეთი არის ადამიანი. იესო ქრისტე ღმერთია ჩემო კარგო. ხო და გარკვეული ჯგუფი ამ ხას რო გაყვადა, მე საერთო კრებამ კი დაადგინეს ჩემო კარგებო, ხო? აი ეს ერეტიკოსები რო განიდევნა და ბოლოს და ბოლოს აღიარებული იქნა 325 წელს ნიკეის კრების დროს ორივე ბუნების მატარებელი. მაგრამ აი გამოხდა ხანი და ამას აღარ აღიარებენ. დღეს ლიბერალურ სამყაროში ქრისტეს ორივე ბუნება არ არის, მოაცილეს ერთი. მოაცილეს ღვთაებრივი ბუნება და ამიტომ ეს ლიბერალი ადამიანი და შეუთავსეს თანამედროვე პოლიტიკურ ეკონომიკურ ცხოვრებას და დატოვეს როგორც ბიუროკრატიული რელიგიური აპარატის ფუძემდებელი და ჯოგი შევიდა მან და არის უამრავი სემინარიები, აძლები დაადიან ამ ჯვრეებით, ზოგი აღმოსავლეთში, ზოგი ასეთი ჯვრით არის, ზოგი მარჯვენანი წერს ბიძას, ზოგი მარცხნიდან, ზოგს ხატები აქვს, ზოგს ხანდაკებები აქვს, ზოგს არცეთი არა აქვს, ზოგს რა ვიცი, აი საგიჟეთში ვართ ხალხო. და ცხოვრება კი მიდის სატანური, იმიტომ რომ სატანა ბიბლია გვეუბნება რომ წუთის სოფელში ეს განაგებს, დაბორკილი არ არის. ხო და ანტიქრისტე სწორედ ნიშნავს იმ სულიერ არსებას, ამბოხებულს, რომელიც ქრისტეს ბაძავს, მოვა და მთელი ეს კაცობრიობა ჩაეხუტება მას და მერე შურს იძიებს ეს. ეს ყველაფერი იოანეს განუცხადა ღმერთმა პატმოსის ჭანაძე კუნძულზე ძალიან გახარებული იყო ამ შეხვედრით იოანე. მაგარი რაღაცა იცი რომ გამოგეცხადება ის ვინც გიყვარს შენ რა. რა ვიცი ეს განცდაში თუ წარმოგიდგენ ხო თქვენი საყვარელი ადამიანი, აი ძალიან რო გიყვართ ადამიანი, ვთქვათ, დაშორებულია თქვენგან სადღაც და ჩვენ დღეს კარებზე დაგიკაკუნათ. ხო გაგიჟდებით სიხარულისგან, ან საპატიმროდან შვილს ელოდება დედა, ან ომიდან, რომელიც აშინელება ომში შვილის გაგზავნა, არის ცოცხალი დაგბრუნდება არა. რამხელა სიხარული მოუარა დედას, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს შვილი სახსალამათი დაუბრუნდა და ჩაეხუტა. ამ ტეხანს გაგრძელდებოდა ეგ სიხარულიცი, იმ წუთში ხوار ჩაქრებოდა. რა ეს აი ხელს მოკიდებდა, ჩაეხუტებდა ცოცხალი ხარ, ცოცხალი ი დედა ცოცხალ ტირის სიხარულისგან. განშორება კიდე ძალიან მწუხარება იყო, ხო? და ეხლა იესო ქრისტეში გამოიცხადა გადაირევოდა რა. როგორი, აი როგორი, იცი აი რამხელა ბედნიერება. თან კიდე აღდგარი იესო ქრისტე. მესამე დღეს რო აღდგა. და იქ ქალები რო წუწუნებენ მთელი ამბავი და მარიამიც რო არის ეხა მაგარი სიხარული უნდა იყოს. ამ დროს სხვანაირ რაღაცებს ხედავ მე საფრთხელოვნების თქვათ იმ დარგი კინემატოგრაფია რო ქვია რაღაც ფილმები რო ამავე დროს მწერლობაც ამ წუთში თავმა ამოაგდო ჩემ თავიდან ამოვარდა ბალზაკი პოლკოვნიკი შაბერი. როგორ არ გაუხარდათ ის რო დაბრუნდა ცოცხალი მკვდრებში რო ჩაწერეს, იმიტომ რომ ამ მკვდარი ეგონა და გააფორმა ექიმმა რო დაბრუნდა, არავინ არ იღებს. სად მოდიხარ, ცოლი არ
გარავის არ გახარებია. აბსოლუტურად ყველას ეწყინა. რა არის? უცნაურია ისე იცი? და სერიალებშიც არის ესეთი რამე, რომ დიდი ხნის დაკარგული დედამა რო გამოცხადა, შვილი რო არ დამენახო რა, ვინ ახარ, სად იყავი, როგორი არ უხარია. ახლა გარდაცვლილი ადამიანის აღდგომა და სახში რომ მოვიდეს, წარმოიდგინეთ როგორ იქნებით რა. დაქნებათ ის გზნობა, რომ თუ შეგეშინდებათ. კარგად გიხარდებათ? აი სიხარული არის, აღდგომის სიხარული. ეხლა როცა საქართველოს და დასავლეთის ზეიმობს აღდგომას, ეხლა ხო იქნება. დააკვირდეთ, აბა მათ ჯერათ რომ აღდგომა არის. ეს არის ისე რა, აღდგომა, მეტაფორა არის, სიმბოლოა, ალეგორია და რიტუალია. ესე ლენინიც იყო მანდა და ლენინზე მავზოლეუმში ყავდა, ლაწალუცი იყო. ესე იგი, როგორც ლენინის თაყვანისცემა იყო, ისე არის ქრისტეს თაყვანისცემა. რა, ლენინური ისენი არის ყო კუთხეები საქართველოში. ახლა ქრისტიანული კუთხეები არის. იმიტომ რომ ქრისტეც და ლენინიც ადამიანი ამათი გაგებით. აღთოწერილი გვეუბნება რომ ქრისტე ღმერთია ცოდვილი ბუნების გამოსასყიდად. და ამიტომ ცოდვილი ბუნება თუ არ გაატანე მას და სწორედ ამის შემეცნება თითოეული ჩვენთაგანისთვის, მაშინ ჩვენ მოგადავალთ სამუდამოდ დავშორდებით მას და მერე გვიან იქნება თიძეკმენანი და აკიდე ეს გათახსირებული მღვდლები თქვენი მიცვალებულებს რომ მიასხამს წყალს და 50 და 100 ლარს წაიღებს, გონიათ ცათასასუფელში წავა? იმიტომ რომ ესენი ხო არ ესენი არ იღებენ ღმერთი რო იყო იესო ქრისტე, იმიტომ რომ ამის მიმღები კაცი აღარ აკეთებს იმას, რაც მანამდე აკეთებდა. მანამდე სანამ ქრისტეს შევხვდებით, ხო სისულელეებს ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენც გავკეთებია სისულელები ჩვენც ყველა, მაგრამ როგორც კი ამას შეეხე, ხო ის უკვე დამთავრდა. უკან აღარ მოიხედო რა. აი ათვლა უნდა დაიწყო იქნა რომ შეხვდე როგორც პავლემ. და აზროვნება მთლიანად იცოლება. აზროვნებას პრაქტიკა მოყვება. ცხოვრება დარჩება უფრო ლამაზი, უფრო კარგი, უფრო ტკბები ელემენტარულით. ღორი აღარ ახარ ტკბობის. აღარ ახარ ხო აი იქ წავედი ის ვნახე, ეხლა იქ წავედი მაპუტი ვნახე, მაპუტიდან ნიუ-იორკი და იქ აი ყველა აი დადიხარ და ამით ტრაბახობ გამიგე. არა საჭირო ახარ არის. დაწყნარდებით დამშვიდები და ელოდები. დახარებული იმით ახარ რომ გარდაიცვალე. ელოდები რას მეორეთ მოსვლას. პირველი საუკუნეში პავლე და ეს ხალხი რო გაქრისტეს, იცით რა რწმენით ელოდებოდნენ მეორეთ მოსვლას? იცით რატომ? მეორეთ მოსვლის დროს ისინი სიკვდილ იმას არ დაშლას არ გაივლიდნენ. ასევე ქრისტიანები იქიდან მოყოლებული ყველა ქრისტიანი რწმენით გადარჩენილი და განახლებული მეორეთ მოსვლას ელოდება. ამ რწმენით არის ქრისტიანი. პირველი მოსვლამდე მორწმუნეები ელოდებოდნენ პირველ მოსვლას. იმ რწმენაში ვინც დაიხოცა რომ ელოდებოდნენ მაგას, ყველა აღდგება. მეორედ გამოსყიდულები რომ მოვიდა იესო ქრისტე იწამეს ეს ქრისტიანები მადლის ეპოქა, მთლიანად შეიცვალა ადამიანის ბუნება შინაგანი, სხეული არა, სხეული მერე გამოიცვლება. აი ესენი ელოდებიან მეორეთ მოსვლას, იმიტომ რომ ერთი სიამოვნებაა გამიგე, რომ ის დამთხოვა იქნება ვიღაცების, რომ მომენტალურად ისინი სიკვდილს არ გაივლიან. ეს დაშლას არ გაივლიან, შეიცვლება სხეული. და ამისი ორი ბებჯელა ვთქვით, ბიბლიაში არის ორი რეალური პერსონაჟი. ენოქი და ილია. მათ დაშლა არ გაუვლიათ. რისთვის შეწერა ღმერთმა? როგორ? იმათ სიკვდილი დაშლა არ გაიარეს. სიკვდილს შეგნებულად ვიძახი დაშლას. სიკვდილი ახლა სხვანაირი ასოციაციაც წვევს ადამიანებში. და სიკვდილი ხო ეგ არის, დაშლა არის. სულისა და სიცოცხლე რა არის? სინთეზი მატერიისა და სულის. ეს არ მოხდებოდა ამის დაშლა, რომ არ ამუშავებულიყო ის მექანიზმი ღმერთის სიტყვას რო დავარღვე და დაიწყო ამან მუშაობა. ყველაზე პირველები ეს იგრძნეს ადამად და ჩვენ ამას რატო ვერ გძვნოთ მკვდარი ვიბადებით. შემოდივართ მკვდარი. ღმერთს დაშორებული და ვეძებთ ღმერთს ჩვენი იმეები და ხან ერთ ტაძარში შევარდებით, ხან ბუდისტი ვართ, ხან რა ვიცი ეზოთერიკი, ხან ფილოსოფიურ ღმერთს ვეძებთ. მოკლედ ვერ იქნა და ვერ მოძებნეთ ჩვენი სარგო და ბოლოს რომელიღაცა სარგო რელიგიაში გაყავი თავი. ხო, ბოლო მართლმადიდებელი იმიტომ ახლა ეს ქართველობა არის, ქართველობის მხსნელი არის ეს რელიგია, ქართველი უნდა გადაარჩინოს, ქართველს უნდა აჭამოს, ასვას, ტერიტორია გაუფართოს, თქვენც არ მომიკვდეთ ისე. ხო. ეს ეროვნული რელიგია არის. ამიტომ ეროვნული რელიგიას თუ ვინმე რაღაცა გარკვეულად წინააღმდეგება, ეს მტრად არის გამოცხადებული. ეს ადამიანი მეორე ადამიანს მტრად აცხადებს, შენ მინ კითხავს. ღმერთს გადააბარე რა იმას.
და მით უმეტეს როცა გეუბნება რომ ეგ არ არის რა ეს ქრისტიანობა არ არის ქრისტეში ღვთაებრივი ბუნება ამოცლილი გაქვთ ეს ფიტულია ქრისტიანობა გავს იმ ფიტულს გამიგეთ რომ ხედავთ ცოცხალი გაშინებს სახში რაღაცა ლომის ფიტული მაგრამ მე მიხვდები რომ არა ეს ფიტულია რა თორე პირველად გული გაგისკდება რა დათვირო დგას რაღაცა და ნატურალური არის რა მაგრამ სანამ გააცნობიერებ რომ ეს არის ფიტული შეიძლება გული გაგისკდეს აი ეს რელიგიური ფიტული რო არის ქრისტეს სახელი ტექსტორია ამოაცალეთ ღვთაებრივი ბუნება ამ ღვთაებრივი ბუნების გამო არის რომ თითოეული ჩვენგანის ცოდვა ჯვარზეა გაკიდული თუ ამას არ იწამებ ეალა ქრისტიანი ხარ და თუ არ იცვლებ კიდე რა ქრისტიანი ხარ ასე რომ ანთროპოლოგიური ქრისტიანობა არის სისულელე აი ქრისტიანი და თან განსაკუთრებით ამის სათავეში რო არის რომელიღაცა პაპი უცოდველი კათოლიკებს ეს ვიღაცა გამოჭუკებული და დებილი ბერახჩუა აქეთ მეორე ბერახჩუა შიოლაშვილი და ყაჩაღი კიდე კირილე მოსკო ტაბაჩნიკი ისტი რა კარგია რა ხამათი რა ასე რომ ამათ იმედზე ჩემი მტერი იყოს ვინც მაგათთან არის მე კიდე მადლობა ღმერთს რომ ღმერთი ამ წიგნით გვესაუბრება და არჩევას მე ვაკეთებ ან მივიღებ ამას ამ სიტყვას როგორც სიცოცხლის სიტყვას ან კიდე უარყოფ ხო და როგორც მოიქცევი ის გელოდება წინ ჩვენი არჩევანი კი უკვე გაკეთებულია მეგობრებო მე არავის აღარ უჯერებ აგერ არის წიგნი და ჩემი თავი და ეს ღმერთი იმუშავებს ამაზე და ყოველივე ამის შედეგი არის ის როცა ჩვენ ამას წარმოვაჩენთ ჩვენი აზროვნებით და სმენელზეა დამოკიდებული გაყვება ამ გზას თვითონ ჩაუკვირდება თუ არა სხვა დანარჩენი ჩემთვის მიუღებელია და დავაკამათი ქრისტიანობაზე არის კრეტინიზმი ამ წელიწადაც ეგ არის არაფერი არ მოაქვს ამ დავაკამათს უმტკიცე ახლა არაფერს არ ვამტკიცებ არავისთან არ გინდა ნუ გინდა მოგისმენ და ისეთ დრო არ წამართვა არ მინდა რა სისულელების მოსმენა ასაშენებლად არაფერს არ მაძლევს არავინ სისულელები იმდენი არის ჩემოკარგებო რომ დღეამაში 24 საათია აქედან 1-8 საათი უნდა ეგდოს სხეული საწოლზე ხო დანარჩენი საათი არ უნდა იმუშავა რა რჩება რომ დანარჩენი თელდა ბოლომდე კომპიუტერში ზიხართ მიდის დრო ისე რომ არავინ არ აშენებულა და მკვდარი მოხვედი მკვდარი მიდიხარ ხო და სად მიდიხარ არ უნდა იცოდე რას მომცემს ახლა იმის სწავლა 13 მილიარდის უკან აფეთქდა რაღაცა პლანეტები გავიდა და ფიზიკოსებმა აღმოაჩენეს არის რობოტები ხელოვნური ინტელექტი რისი მომცემი ესა პირადად ჩემთვის არაფერი დღის ეს რიში ესე დგას მე ვიცი რომ ვარ და არ ვიქნები აი აქ დედამიწაზე ჩემამდე ბევრი მოვიდა და გავიდა ჩემი ჯერიც დადგა თქვენიც დადგება ამიტომ ეს დავდაუტოვოთ სხვას ამიტომ მოვედი ციხეში და ციხეში თუ არ შევიმეცნე მე რისთვის მოვხდი აქ გარეთ გასulis დროს უფრო ვარეს ციხეში აღმოჩნდები იქ ღმერთი აღარ იქნება აქ შანსი არის მაგისი რომ ველაპარაკება იქ კიდე აღარ იქნება ჩვენთან არავითარი თეორიები აქ რომ განსაწმენდელი მე ღმერთი იცი ეკეთილი არის შენ რო დაადგინე კი შენი დადგენით რომ ჩავა ჯოჯოხეთში როგორ გავუშვებ ჯოჯოხეთი არ არის შემწყალია შეიწყალებს ქურდებს ყაჩაღებს ვინ გითხრათ ეს არ უთქვია იესოს ვის შეიწყალებს ხალხო არ გადამრიოთ ცოდვილი ბუნების გამოაყველე ეს ვინც ჩამოთვალე და შენ კიდე თუ რჩები ცოდვილი ბუნებაში და ღმერთს არ იღებ როგორც გამომწყიდველს რა უნდა შეგიწყალოს არა შეწყალებული არის ის ვინც ქრისტე მიიღო როგორც მწყალობელი და წყალობა ნიშნავს შენი ცოდვილი ბუნება იმანა იყო ისეც არამარა ქართულ სივრცეში არის უფალო შეგვიწყალე შეგვიწყალა აბა რა არის წყალობა წყალობითა და მადლით თუ არ გადარჩენილი და ამ საქართველოში უფალო შეგვიწყალე ზახლის მეტი არაფერი არ არის კირილეისონ ლათინურა კირილეისონ უფალო შეგვიწყალე მანტრასავით იმეორებენ ამ წიგს ერთადერთი დანიშნულება აქვს ჩვენი გულის კარები გააყოს და თან კიდე როგორ არის ძალით არ გააკეთებს ამას ჩვენ უნდა ვთხოვოთ შემომიდეს და ვაზიაროს აი ამ სიხარულის სიყვარულს რომელსაც იგი უხვად გასცემს ყველასთვის და ამის შედეგი გარდაცვალების დროს ახალი ტანსაცმელი შემოსვა არის ტანსაცმელი კი კაი რამეა მაგრამ არის კაი ტანსაცმელი სხეულს რო ვთხილდებით ხო ეხო ცდება არ მომდეთ რამდენიც კიდე როგორც ტანსაცმელს
აღარ უხდება უკვე ძველ ტანსაცმელს დაკერვა, ნაკერები მოიხება, ისეც გაფუჭდება, ესეც გაგვეუბნება იესო. ასევე ძველ ტიკებში ახალ ღვინოს აღარ არა ტიკებზე და ღვინოზე იესოს არ უთქვი ეგ. ეგ არის იგავი. ვისაც ყური აქვს მოისმეს. ძველ ტიკებში ცოდვილ ბუნებაში ახალი არ ჩაესხმება. ცოდვილ ბუნებაში ახალი მოძღვრება არ შემოდის, ვერ დაიბადება. ამიტომ საჭირო არის ახალ ტიკებში. ხო და აქაც იყო ნახეთ, უამრავი შედარებები, ალეგორიები იყო და სახეები, 4-5 სახე იყო აქ. ერთ-ერთი იყო ხოლმე ვერცხლი დიდ სახში არის რა, ოქრო, ვერცხლი, ხის, ეს ჭურჭელი. ხებით, ზოგი საპატიო, ზოგი უპატიო. ორი მარტივი ერთ შეხედვით და როგორი საინტერესო შეგონებები არის ჩვენ მეგობრებო. მივაქციოთ ამას ყურადღება და კითხვის პროცესში თუ არ დაუსვამ ჩვენ თავს კითხვას, სად მიდივართ? ხანდახან იცით რა არის, ხშირად დახედეთ რამდენი წლის ახართ. ნუ მალავთ იმას, იცი რა, რამდენი წლის ახართ? კი, შეიძლება ეს დამალოთ, თეთრცებები შეიღებოთ, ეს ეთიკის ამბავია და რაღაცეების რა ვიცი, მაგრამ თუ ამას მეტაფიზიკური დანიშნულება აქვს, რელიგიური დანიშნულება, რომ ადამიანს შეაჩეჩუ შენი თავი როგორც ახალგაზრდა, ძალიან ცდებით. ხო, მაინც ასაკი გეტყობათ სულ ყველას. ეს ვეჭედივით არის. იგეთეთ რამდენიც გინდა, გადაიჭიმეთ კანები. იჭიმეთ რამდენიც გინდა. გადაგჭიმავენ ბოლოს და გადაჭიმული იქნებით და მიწაში გადაჭიმული ჩაწვება ყველა რო იცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ სასაფლაოს. მთელი დედამიწა სასაფლაოა. ამავე დროს ერთდროულად სასაფლაოც არის და საცხოვრებელიც. დადიან ზემოთ დროებით ადამიანები, დანარჩენები მიწაში არიან სხეულით. მაგრამ სად გავიდა მათი სული და სად არის ის სულიერი სამყარო, სადაც სულიერი კანონებია, ამაზე ჩვენ მითითების გარდა არაფერი არ გვაქვს ახალ აღთქმაში. მარტო მითითება, სათასასწრებელი, სამეფო და იქიდან მოვიდა მეფე. ხა სამეფო არ არის, მეფე საიდან არის? აქ არ იყო ამის მეფე ის იესო? ქმნილებაში შემოვიდა. ეს ქმნილება გითხრა რომ ცოდვის გამო ესეც კონესის და გამომსყიდველი საჭირო იყო, რომელიც მან შეასრულა და აწი უკვე ყველაფერი გარდაიქმნება. ეს კიდე დაიწვება. რო დაიწვება, წერია. პეტრეს მეორე წელს მესამე თავი გითხარით პირველი 19 მუხლი. მადლობა ღმერთს, მადლობა აი ასეთი ძალიან ესეთი ძლიერი აქტისათვის, რაც მან 2000 წელს უკან ჩაიდინა და დიდხანს ელოდებოდა ამას მორწმუნე საზოგადოება თითქმის 5000 წელზე მეც და მოვიდა. ზოგი დაიღალა დალოდებაში და თავის რელიგიას დაადგა და წარმართობას სწორედ მაგალ წარმართულ სივრცეში იყო. მთელი წარმართული სივრცე არის ბიბლიაში, როცა ჩვენ ამას ვკითხულობთ ნამდვილ სინათლეს. აი სინათლე ბოლომდე მოდის და ჩვენი ბნელი გონება გაანათა ჯვარზე, როცა ამას შეხედავთ. გაგახარებთ და სწორედ ევანგელია არის სახარება. სასხარულო ამბავი რომ სიკვდილზე გაიმარჯვა იესომ, სატანა დამარცხებული. მადლობა მას, მადლობა თქვენ მოსმენისთვის.